ბაგრატის ტაძრიდან ანთროპოლოგებმა ზლოვანი მასა თბილისში წამოიღეს. აღმოჩენის ადგილას დღეს პალინოლოგებიც მუშაობდნენ. ბაგრატის ტაძარში ნაპოვნი ოქროს სამკაულები ქუთაისის მუზეუმში გადაიტანეს. ნაპოვნია სამარხი, სავარაუდოდ მეფის ოჯახის წევრ ქალბატონს ეკუთვნის. ამ დასვას სპეციალისტები ძვირფასი სამკაულებისა და სამარხის მდებარეობის გათვალისწინებით აკეთებენ. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება წლის რომელ დროს გარდაიცვალა დიდგვაროვანი, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი და ასევე დადგინდება მისი ასაკიც. მიმდინარეობს პალინოლოგიური და ანთროპოლოგიური დაკვირვება, ახლა ალაგდება თვითონ ჩვენში. ეს გაანალიზდება აღებული სინჯები. თბილისში მოხდება ეს ყველაფერი. ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში კი ოქროს ნივთები გამოიფინება სულ მალე. კლასიკური ანთროპოლოგიური მეთოდით შეისწავლება მისი ანთროპოლოგიური ტიპი. შეისწავლება, აღდგება თავის ქალა რადონეზეც, მერე რადონეზეც აღდგენილი იქნება, განსაზღვრავთ მის მორფოლოგიურ ტიპს, სხეულის სიმაღლეს, პროპორციებს, ნახავთ პალეოდავადებები რა ქონდა და სავარაუდოდ რა შეიძლება გამხდარიყო მისი გარდაცვალების მიზეზი. გამთხრელები ვარაუდობენ დაზუსტება უკვე არის ეკუთვნის არა ბაგრატის ტაძარს, არამედ იმ ტაძარშია დაკრძალული, რომელიც ბაგრატის ტაძრის აშენებამდე იდგა აქ. და ის ტაძარი, როგორც ფიქრობენ, არის აშენებული მე-7 საუკუნეში. დაახლოებით ამ დროის უნდა იყოს ეს სამარხიც.